Lava Ice Bucket Challenge. ჩემი გამოწვევა მიღებულია წყლის გადასხმის აქციას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი შეუერთა. გიორგი ბარათაშვილმა თავის მხრივ გამოწვევა ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ხელმძღვანელ პირებს, ასევე მის ერთ-ერთ მოადგილეს გაუგზავნა. აქციაში ჩაერთო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი. სოსოს ტურუამ გამოწვევა ერთ-ერთი სომხური არხის ხელმძღვანელს, აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს ბათუმში და ხულოს თეატრის რეჟისორს გაუგზავნა. აჭარის ოფიციალური პირები ეს 24 საათში გაირკვევა. სწორედ ეს დრო განსაზღვრეს ორგანიზატორებმა აქციაში მონაწილე პირების მხრიდან დავალების შესასრულებლად. დამრჩენია მივიღო გამოწვევა ჯენი კვანტალიანისაგან და თამუნა ღოღობერიცასაგან. თქვენი გამოწვევა მეგობრებო მიღებულია, ჩემი მხრივ კი გამოწვევას უგზავნი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორს სოსოს ტურუას, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს. ბატონებო, თქვენ გაქვთ ზუსტად 24 საათი. ღებულობ გამოწვევას გოჩა გუგუნავას, დავით მიქელაძის და მალვინა ტუნაძის. და მეც გამოწვევას თავაზობ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ დავით მამისეიშვილს, აჭარის პირველ პოლიციელს ბატონ დავით თამაზაშვილს და აჭარის პირველ პროკურორს დავით ტყეშელაშვილს. თქვენ გაქვთ 24 საათი. Bravo! რა თქმა უნდა, ბათუმია წვიმს. ღებულობ გამოწვევას აჭარის ტელევიზიის წამყვანისაგან გიორგი წულაიასაგან და მე ვიწვევ ჩვენი მეგობარი ტელევიზიის, სომხეთის ტელევიზიის კენტრონის დირექტორს გორ მარტიროსიანს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ჰუსეინ ნაჯათოვს და ხულოს თეატრის რეჟისორს, ჩემს მეგობარს როინ სურმანიძეს. დიდება ქვემოქმედებას. შვიდობა დედამიწაზე. ბრავო, აჭარის ტელევიზიის წამყვანისგან გიორგი წულაიასგან, ასევე ჩემი მეგობრისგან თიკომ ჟავანაძესგან. ზოგადად ძალიან სასიამოვნოა მიიღო მონაწილეობა იმ აქციაში, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარება. ჩემი მხრივ ვიწვევ აქციაში მონაწილეობის მისაღებად იმედის დირექტორს გიორგი ბახტაძეს, ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორის მოადგილეს ილია კიკაბიძეს და ასევე ჩემს მოადგილეს კახა სონიშვილს. ბატონებო, 24 საათი გაქვთ ამისთვის.